გარდაბანში ავარიისას დაღუპული 7-ვე ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია, ორი ოჯახიდან გარდაცვლილია 4 ბიჭი. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 და 19 წლის ძმები შამილ და ქამილ ალიევები ემსხვერპლნენ. დაღუპულია კიდევ 2 ძმა, ალილ და საჰირ ჯალილოვები. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 17 წლის სპორტსმენი ჯალილ მასიმოვიც. გარდაბანი მარნეულის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 8 მგზავრი იჯდა, ხეს შეეჯახა. 7 მათგანი ადგილზე დაიღუპა. მძიმეა ავარიისას გადარჩენილი მერვე მგზავრის მდგომარეობა. კიდევ ერთი ავარია ასპინძა ახალციხის გზაზე დაღუპულია 1 ადამიანი არიან დაშავებულებიც. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული. სპორტში პარკინგის მეთვალყურე დაჭრეს. შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ადგილობრივების თქმით მომხდარს წინ შელაპარაკება უძღო და ბრალდებულმა მოქალაქეს მოცლის არეშიც ცივი არაღით დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი ბრალდებული კაცი, დაკავებულია, მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ხაშურში თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი წყალარინების პროექტზე მუშაობდა. სამუშაოებისას მიწა ჩაიშალა და კაცი თხრილში ჩავარდა. მომხდარზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლითაა დაწყებული.